მე ვითხოვ ინფორმაციას დაახლოებით 9:30-დან 9 საათამდე მანქანა, რომლის ნომერი გახლავთ აი ეს და რომელიც არის ემსახურება მერაბ რაფავას, დატოვა პროკურატურის შიდა ეზო, რომელიც ამ ეზოში მოგეხსენებათ შესვლა ნებადართულია მხოლოდ პროკურატურის მაღალჩინოსნებისთვის. მე მაქვს შეკითხვა ბატონ რაფავასთან და მოუწოდებ გამოაქვეყნოს არსებობის შემთხვევაში საკუთარი შრომითი ხელშეკრულება პროკურატურასთან. ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ცდელობა, რომ მოხდეს მერიის პარალიზება და ისევ მოხდეს პოლიტიკური ველის მოსუფთავება ურეიტინგო ნარმანიასთვის, რათა ის, ასე ვთქვათ, არაკონკურენტულ პირობებში დაეპატრონოს თბილისის მერიას და შესაბამისად უკვე შემდგომ ასე ვთქვათ, თავისი სურვილისავე ნაცნობ მეგობრები და არაკვალიფიციური კადრები დანიშნოს დედაქალაქის მერიაში. ჩვენ ვსვავთ კითხვას, რატომ აქვს უმრავლესობის ზოგიერთ წევს ოპერატიული ციმციმები საკრებულოს კუთვნილ ბალანსზე მყოფ ავტომობილებზე. ჩვენთვის გასაგებია, რომ უმრავლესობის ზოგიერთი წევრი ინტეგრირებულია ძალიან მკაფიოდ ძალოვან სტრუქტურებთან, მაგრამ რომელი კანონის შესაბამისად აქვთ ოპერატიული ციმციმები მანქანებს და სარგებლობენ როგორც ოპერატიული მანქანებით. მე ვერ გეტყვით კონკრეტულად რა შეკითხები აქვს პროკურატურას ქალბატონ კოზმოვას მიმართ, თუმცა ვიცნობ იმ დასკვნას, რომელიც დასკვნას გააკეთა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიამ მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი კოზმოვა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი შეკითხვები არსებობს. ჩვენგან, როგორც პოლიტიკური ორგანოსაგან, შეკითხვები ამ ადამიანის მიმართ არსებობს.